მადლობა თქვენისთვის. იცით, პირველ რიგში თავშევი მინდა თქვა, რომ ბუნებრივია ჩემთვის და უამრავი სხვა ადამიანისთვის სტრატეგია, რომელიც აქვთ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს და რაში მდგომარეობს ეს სტრატეგია. როდესაც მათი დაცვის ქვეშ ყოფი ადამიანი იბრძვის სიცოცხლისთვის და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკასაც ვეღარ უძლებს, ბუნებრივია ადვოკატები პირველ რიგში იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად. მისი სიცოცხლის გადასარჩენად და ეს ყველაფერი სამწუხაროდ პრაქტიკულად შეუძლებელია ამ ქვეყანაში არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და გამოვალ მდგომარეობაში ყოფი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ და ადვოკატები ამ შემთხვევაში ბუნებრივია ერთადერთ სწორ არჩევანს აკეთებენ და იბრძვიან იმისათვის, რომ მოხერხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ ნებისმიერ შესაბამის სამავთყოფოში, ანუ სამედიცინო დაწესებულებაში. აქ გასაკვირი მე ვფიქრობ, აღარ უნდა იყოს არავისთვის. ანუ თქვენ ისევ თქვენს პირველ ჩვენებაზე რჩებით, რომ ეს არის ადვოკატების სტრატეგია და სიმართლესთან ახლოს არ შეიძლება იყოს სააკაშვილის გასვლა პოლიტიკიდან და მით უმეტეს საკუთარი პარტიიდან. ახლა კი ბატონო, ამასაც მოგახსენებთ, რაც შეეხება ახლა პოლიტიკიდან გასვლას და პოლიტიკურ საქმიანობაზე უარის თქმას, ახლა მე რომ ყოფილიყავი იმ მდგომარეობაში, ან თუნდაც იმის ნახევარი დაავადებები მქონდეს, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს და როგორც ვიცით, დაახლოებით 14 დაავადება აქვს და ეს დაავადება სწორ ადგილას ნამდვილად წარმოიშვა იმ არადამიანური მოპყრობის შედეგად თვეების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა არ მოვირიდები ამ სიტყვას და ძალადობრივი აქციების შედეგადაც პირველივე კვირებში მახსოვს, როდესაც ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებდნენ მასზე და აქციებს უწყობდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახდენდნენ მობილიზაციას საკუთარი აქტივის და მიტინგებს აწყობდნენ პატიმრის წინააღმდეგ ციხის ადმინისტრაციასთან. იქიდან დაწყებული ფიზიკური თავდასხმებით მასზე და აქედან გამომდინარე პლუს ჩვენ გვახსოვს შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის ორჯერ. რატო უნდა მქონდეს მოლოდინი, როდესაც ადამიანი არის ამ მდგომარეობაში, ან მე ვიყო ამ მდგომარეობაში, ან მისი ნახევარი დაავადება მქონდეს, მე ხო ბუნებრივია, თქვენი გადაცემის სტუმარი ვერ ვიქნებოდი. და ვერტფა ჯანმრთელობა მოგცეთ და დიდი ხნის სიცოცხლე თქვენს, თქვენს რა მდგომარეობაში იყოთ, დღევანდელ გადაცემას ვერ წაიყვანდით. თუმცა შესაძლებელია ტელევიზიიდან არ წავსულიყავი და არ გამეკეთებინა თუნდაც ადვოკატის პირით განცხადება, რომ ეხა მე ვარ ცუდა და ამიტომ სამუდამოდ მივდივარ. ამ ეტაპზე პრიორიტეტია უბრალოდ მიხეილ სააკაშვილის პრიორიტეტია და არა გადაწყვეტილება. ნიკა დაგროვდა რაღაც კითხვები და ამიტომ მე მინდა რომ დაგისვათ ეს კითხვები თქვენ ისევ იმეორებთ რომ სტრატეგიაა ეს მისი ადვოკატების, მაგრამ პარალელურად ამისა სააკაშვილი არის მძიმე და მის მდგომარეობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისგან ბუნებრივია ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ის გადაწყვეტილებას მიიღებდა რომ წავიდეს პოლიტიკიდან. სტრატეგია თუ არ მიდის თქვენ პარტიის თავმჯდომარე ხართ და ბუნებრივია ჩემ მოსაზრებას მოგახსენებთ, ხა შეუძლებელი არის ეხა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან ცდელობის და მიუხედავად ნებისმიერი ადამიანის უბრალოდ მისი გასვლა ვერ მოხერხდება, ხო? ამ ეტაპზე უბრალოდ ადამიანი ამ მდგომარეობაში ყოფი ისევ ვიმეორებ, არ არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, ჯანმრთელობა არ უწყობს. ანუ დროებით შეიძლება გავიდეს პოლიტიკიდან, ასე მიიღეთ თქვენ ადვოკატების განცხადება. მიხეილ სააკაშვილის წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, მისი დამსახურების გათვალისწინებით ამ ქვეყნის წინაშე, მისი მასშტაბის ასევე მხედველობაში მიღებით. ახლა შეუძლებელია რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ფაქტორი თუნდაც ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ რანაირად თუ წავა, თუ იტყვის რომ მე წავედი, აღარ მაინტერესებს საერთოდ ქართული პოლიტიკა. დავალოდოთ ამ განცხადებას. რაღაც ნაციონალური დავალოდოთ ამ განცხადებას. არ გაქვთ მოლოდინი რომ გაკეთდება ეს განცხადება. არა, მე ხა პოლიტიკურ პროცესებში, როდესაც ხარ ჩართული, არაფერი არ უნდა გამორიცხო, ხო, მაგრამ მე გეუბნებით იმ ჩემს
ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ვფლობ. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ჯანმრთელობის არის უმძიმესი, ამიტომ მთელი ყურადღება მისი ოჯახის წევრების მხრიდან, მისი ადვოკატების მხრიდან, მისი მეგობრების, თანაგუნდელების მხრიდან ამ ეტაპზე დანამდვილებით და ვადასტურებ არის მხოლოდ და მხოლოდ მისი საზღვარგარეთ გაყვანა. რამდენად მოხერხდება ეს, რამდენად რეალურია რომ ამ ყველაფერს ხორცი შეესხას, ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს. მე გულწრფელად გეტყვით, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სადმე გადაიყვანს. ეს ჩემი აზრია, ერთი ადამიანის აზრი. თქვენ გაქვთ ეს მოლოდინი? არც ჩვენ გვაქვს მოლოდინი და არც ბევრ ადამიანს, მაგრამ დაცვის წარმომადგენლები, როდესაც სწორი სტრატეგია აქვთ, ისინი ხა ფორმალურად იყენებენ შესაძლებლობას, რომელიც კანონის თანახმად მათ ეძლევა, ხო? სასჯელის გადავადებას ცდილობენ კარგი გაგებით ჩაებრაუჭონ და ეს რაღაცა კანონმდებლობით მოცემულ შესაძლებლობა აქციონ რეალობად. ისინი გრძელვადიან ამის მიღმა, რომ აი ადვოკატები, რომლებიც ამაზე საუბრობენ, პარალელურად თითქოს ელაპარაკებიან, თითქოს მთავარგზავნილს ამით უგზავნიან ოცნებას, რომ თუ გაუშვებთ, ის მზადა საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან. ანუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, ნიკა რაიმე ამ ტიპის, რომ შესაძლებელია ქართული ოცნება მართლა ფიქრობდეს სააკაშვილი გაუშვას უცხოეთში სამკურნალოდ, ოღონდ გარანტია მისი გაშვებისა იქნება ერთადერთი, თუ ის საერთოდ ჩამოშორდება ქართულ პოლიტიკას და ნუ აქ იგულისხმება ნაციონალური მოძრაობა. ქართულ ოცნებას რაც არ უნდა უნდოდეს, ან არ უნდოდეს თავიდან ბოლომდე ისინიც არ არიან, რა თქმა უნდა, თავიანთ ქმედებებზე პასუხისგებელნი, რამე თუ ბიძინა ივანიშვილი. არც ბიძინა ივანიშვილი არის ჩემის აზრით სუვერენული, თუნდაც არაფორმალური მმართველი და თავიდან ბოლომდე მას არავინ ბევრ რამეს არ ეკითხება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეხლა შესაძლებელია ეს წლების წინ ყოფილიყო მარგინალური მოსაზრება და ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში არიაზრებდა იმ საფრთხეს, რომელიც დღეს უკვე ფაქტის წინაშე დავდექით და რეალობად გვექცა. რუსული ინტერესები იმდენად ძლავრად არის წარმოდგენილი სახელმწიფო რგოლებში, რომ მე რატომ უნდა გამიკვირდეს, ოდესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ გათავისუფლების საკითხიც ივანიშვილის მხრიდან უნდა იქნეს შეთანხმებული სადღაც სხვაგან და ეს სადღაც სხვაგან არ არის კეთი გაწყობილი სახელმწიფო, ხო? ანუ ივანიშვილს უნდა დართონ ნება სააკაშვილი რომ გაუშვან უცხოეთში სამკურნალოდ მოსკოვიდან. მე პირადად ამაში ვარ დარწმუნებული და აქედან შესაძლებელია იყოს ის სკეპსისი, რომელიც მე მაქვს და ძალიან ბევრ ადამიანს. გარდა ამისა, ხა ბიძინა ივანიშვილს იკითხება, რომ უნდა თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის იმ კონდიციამდე მიყვანა გაუარესების, რომ შეიძლება მართლაც შეუქცევადი გახდეს მისი დაავადებები და ვეღარ დაექვემდებაროს ვეღარასოდეს განკურნებას, ხო? ამასაც მე პირადად არ გამოვრიცხავ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, 7 წლის შესაძლებლობა ხა ხელისუფლებაში არც ივანიშვილს და არც ნებისმიერ სხვა ადამიანს არ აქვს, იმიტომ რომ ხა ჯანმრთელი ადამიანი იძინებს ღამე, შესაძლებელია უბრალოდ მაღალი წნევა ჰქონდეს ან დაბალი წნევა ჰქონდეს, ან უმნიშვნელო დაავადებით იყოს და დილით ვერ გაიგვიძოს, ხო? ეხლა ცხოვრებაა და ამ სტრესულ გარემოში მით უმეტეს ვხედავთ ყველაფერი ხდება და ახალგაზრდა ადამიანებიც იღუპებიან და ეხლა მამა ჩემის მხრიდან ვიცი 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უამრავი გულის შეტევით ახალგაზრდა წვება მასთან სამავთყოფოში ჰოსპიტალში და ეხლა როდესაც ამ მდგომარეობაში ყავს შენ ტყვე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, როგორ შეიძლება იყო მშვიდად, რაც არ უნდა ვერაგი ხელისუფალი იყო. ამიტომ ეს ტკინველი დილემა ბიძინა ივანიშვილს აქვს. მე ხა ვერ ვიმარჩიელებ
მას ხო არა ჩვენ ვერ ვიმარჩენთ მას რა გადაწყვეტილება არის ძალიან რთულად შეიძლება რომ მიიღოს თავისი ნებით მიიღონ გადაწყვეტილება და გაუშვან სამკურნალოდ იმიტომ რომ მთელი ეს წლები იკვებებოდა საზრდოობდა სააკაშვილი ნიკა თქვენ ხართ სრულიად ახალი ტიპის ლიდერი ამას გეტყვი ძალიან გულწრფელად აი ახლა ჩვენ ბიძინა ივანიშვილის დილემა ვახსენეთ და ხანდახან მეჩვენება ხოლმე რომ ერთგვარი დილემების წინაშე არც თუ ისე იშვიათად თქვენ თავადვე გიწევთ აღმოჩენა მე გეტყვით ჩემს აზრს თქვენზე თქვენ ხართ სრულიად ახალი ტიპის ლიდერი რომლის ძალიან ხშირ შემთხვევაში თამამი განცხადებები და ამ სტუდიაში მე მომისმენია შენ ძალიან ბევრი ისეთი თამამი განცხადება რომელსაც უბრალოდ ვერ დაუშვებდი რომ ნაციონალური მოძრაობის რიგითი წევრი მაინც გააკეთებ და არამც თავმჯდომარე იწევს ალბათ გულისწყრომას თვითონ შიგნით ხო პარტიაში და სოციალურ ქსელში ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს მე გეტყვით რომ აი მართლა რაღაც განსხვავებული ახალი ტიპის ლიდერი მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ თქვენი სახით ეს თქვენთვის კომფორტია დღეს იყოთ პარტიაში რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიაა აი ამ თქვენი ახალი ტიპის მიდგომებიდან გამომდინარე თუ ეს არის თქვენთვის დისკომფორტია თუ კომფორტი დიდი მადლობა პირველ რიგში მინდა კარგად უფრო გძნობთ თავს როგორც ამ პარტიის თავმჯდომარე თუ უფრო ბევრს ნერვიულობთ ვიდრე კარგად ხარ დიდი მადლობა კარგად მე ვფიქრობ ვერც ერთი საქართველოს მოქალაქე თავს ვერ გძნობს ამ ქვეყანაში და ვერ იგრძნობს სანამ ხელშესახებითი ცვლილებები არ განხორციელდება რაც შეეხება უშუალოდ პარტიას მე ამ პარტიაში მოვედი მაშინ როდესაც ეს პარტია აღარ იყო სახელმწიფო პარტია და მაშინ 2013-2014-2015 წლებში მეგობრებთან ერთად ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებთან ერთად ვინც ამ პარტიასთან ერთად 2013 წლიდან მოდის ბრძოლა იყო რბილად ვთქვა ძალიან რთული და ამ ჩემს მიერ გადადგმულ ნაბის უამრავი ადამიანი უბრალოდ არ ეთანხმებოდა ეხლა იყვნენ ადამიანები ვინც არ ეთანხმებოდნენ ზოგადად ჩემს ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში მაგრამ ამავე დროს იყვნენ ადამიანები ვინც განსაკუთრებით არ მიესალმებოდნენ ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანებას მაგრამ ეს ნაბიჯი ოჯახი ყავდა ასეთი აზორმელია იყო ასეთი მე მახსოვს ამისობას განვისტიგით მაგას ვერ დავივიწყებ ვერასოდეს ჩემს ეთერში მომისმენია მის თუმცა მე ეს ნაბიჯი გააზრებულად გადავდგი და მე ამაყება ვიყო დღეს ამ პარტიის თავმჯდომარე მე ამაყება ყველა იმ ადამიანის ნამდვილად ვინც 2012 წლის შემდეგ მარცხის შემდეგ და განსაკუთრებით როდესაც წარმოუდგენელი რეპრესიები წამოიწყო ხელისუფლებამ რიგითი წევრების წინააღმდეგ ადამიანებმა არ შეწყვიტეს ბრძოლა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. მე ამაყება ამ ადამიანებთან ერთად ვიყო მხარდამხარ და ვიბრძოლო უკეთესი ქვეყნისთვის და უკეთესი მომავლისთვის და განსაკუთრებით ასევე მე ამაყება იმ ადამიანების ვინც 2012 წლის შემდეგ შემოვერთ და ამ გუნდს და ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ თავდავალობის გარეშე მე პირადად და ბევრმა კიდევ სხვა ახალმა ლიდერმა ნაციონალურ მოძრაობის და არა მხოლოდ ბევრი რამ გავაკეთეთ რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში დამატებით ადამიანები ხო მაგრამ ეს ერთგვარი დილემაა თქო მე შემთხვევით არ მიხსენებია ანუ შიგნით პარტიაში ძალიან დიდი ნაწილია რომელიც გულმხრვალე შენი მხარდამჭერია მაგრამ არიან ადამიანები არც თუ ცოტა რაოდენობის რომელიც აპროტესტებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში თქვენს რაღაც გადაწყვეტილებებს განცხადებებს და ამიტომ გეკითხებით აი მე მქონია სამსახურები ან სამსახურს თავი დავანებოთ არჩევანი გამიკეთებია რომელიც მე მაგრად მინანი ამას გეუბნები გულწრფელად მქონია ამიტომ როცა რთული იყო რა რაღაცა გადაწყვეტილების მიღება და მიფიქრია რომ ეს არ იყო ჩემგან სწორი შენ როდესმე გინანია რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მე ვარ ისეთი როგორიც ვარ შესაძლებელია ეს შემთხვევაში იყოს ჩემი უპირატესობა შესაძლებელია არც თუ ისე იშვიათად ეს პრობლემებს საქმიანობის განხორციელებისას მიქმნიდეს დამატებით და ახსნი რას გულისხმობ ხა ვახსენე ორი კატეგორია ნაციონალურ მოძრაობის წევრებისა და გულშემატკივრებისა რომლებიც არიან ჩემთვის ზნეობრივი გმირები 2012 წლის შემდეგ რომ არ შეწყვიტეს ბრძოლა და 2012 წლის შემდეგ რომ განაგრძეს ბრძოლა მაგრამ ნუ
ეს პარტია იმიტომ არის განსაკუთრებული პარტია, არა მხოლოდ იმიტომ რომ გააკეთა ის რაც გააკეთა და სახელმწიფო პრაქტიკულად ჩამოშლილი აქცია სახელმწიფოდ და საზოგადოების უდიდეს ნაწილს მინიმუმ დაანახა ის, როგორ შეიძლება იცხოვროს საქართველოს მოქალაქემ, ისევე როგორც წამყვან ევროპულ დემოკრატიებში ცხოვრობენ და ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდებოდა, იქ იყო რა თქმა უნდა შეცდომები და ამის გარეშეც ეს ყველაფერი ვერ მოხდა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული ეტაპის განმავლობაში, რაღაც პერიოდის განმავლობაში არ იყვნენ მიჩვეულნი პარტიაში განსხვავებული მოსაზრებების მოსმენას და განსხვავებული პოზიციების მოსმენას. სულ უფრო და უფრო მცირეა ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო, ვინაიდან ახლა პერსონალური ურთიერთობა მათთან, პერსონალური ურთიერთობა ვერ გექნება ამდენათა სამომჩევეთ. აი მაგალითად ნიკა გადაწყვეტილებებზე გეკითხები რა. აი აქციების დროს ნიკა მელიამ რატომ ატარა ხალხი, რატომ არ მიიღო უფრო რადიკალური ზომები, ეს რა განცხადება სააკაშვილთან მიმართებაში, რატომ უფრო აქტიური არაა პარტია. ანუ ამ ტიპის პრეტენზიები თქვენ ხო ჩემგან არ გესმით ხო? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა განვაცალკევოთ პარტიის წევრები და პარტიაში არსებული ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობა, ეხლა შესაძლებელია უდიდესი პარტია ვართ, ეხლა 1-2-3 ადამიანი პარტიაში შესაძლებელია თქვენთან განსხვავებულად ვფიქრობთ, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა უნებრივ მნიშვნელოვან საკითხების გარშემო ვართ ერთსულოვნები და ძალა ნამდვილად ამაშია, ძალა ერთობაშია, ნამდვილად ერთ-ერთი ძირითადი მთავარი ქართული იდეა რა არის, ძალა ერთობაშია და არა ერთფეროვნებაში, არა ერთნაირობაში და დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა ასეთი პარტია არის, სადაც მრავალფეროვანი ბევრი ადამიანია და ბუნებრივია მე როგორც პარტიის ლიდერს მიწევს პასუხისმგებლობის აღება, მიწევს წინ სიარული, ან წინ სიარულისას შენ აღწევ წარმატებებს, შენ უშვებ შეცდომებს, მაგრამ ვერ ვიქნები დღემდე ყვაყოფილი, სანამ ხელისუფლება არის რაღაც კონფლიქტები თანაპარტიელების აი იმ ჯგუფთან. მე მინახავს მაგალითად სოციალურ ქსელში, როდესაც ადამიანები გაკრიტიკებენ, უცებ იქ დავინახო ხოლმე შენს პასუხს და აი ესეთ სერიოზული გარჩევები და ამიტომ გეკითხები, რა მინდოდა რა შარში ამონხავი თავი რაღაც ასეთი სინამდვილე აქონია ამ პერიოდის განმავლობაში. არა, როგორ გეგადრებათ, ჯერ ერთიც, იმიტომ რომ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანო. ფიქრობ ახლა უკვე დააუბედავდა თქვენთან ერთადაც და სხვა ადამიანებთან ერთადაც, იმიტომ რომ ჩვენ გვაერთიანებს ერთი ძალიან დიდი იდეა, ევროპული იდეა. ხო, აქამდე თუ კი ჩვენი ბრძოლა ტოვებდა შტაბ-ეჭილებას ბევრში, რომ ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ გაუშვათ ქართული ოცნება და მოვიდეთ ნაციონალ-მოძრაობა და აი ეს ნეგატიური ნიშნით ხდებოდა მობილიზაცია საზოგადოების, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ცდელობა ნეგატიური ნიშნით ხდებოდა, ხო, საზოგადოების მიმართ, რომ დამობილიზებულიყვნენ დღეს აბსოლუტურად პოზიტიური ნიშნით ხდება საზოგადოების მობილიზაცია და ეს არის ევროპული იდეა, ევროპული ანუ ქართული თავარი იდეა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში, დასავლეთში და რაც არ უნდა ეღობებოდეს ქართული ოცნება თავისი მილიარდებით, ამ ყველაფერს წინ ვერ აღუდგება. არ არის ადვილი პროცესი, ოპოზიციაში ყოფნა, ოპოზიციაში ბრძოლა 10 წლის განმავლობაში, ხა ყოველ დღე ჩვენს აქტიურ წევრებს სულ რო ქორწილებში, სულ რო დაბადების დღეებზე, სულ რო ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე ევლოთ. ხო და უზრუნველი ცხოვრება ხონოდათ, ეს მე მობეზდებოდათ. ეხლა წარმოიდგინეთ 10 წელიწადი პირდაპირ გაგებით ბრძოლა, პირდაპირ გაგებით მოგერიება თავდასხმელების, პირდაპირ გაგებით უთანასწორო ორთაბრძოლაში მუდმივად ყოფნა და პირველი წლები განსაკუთრებით ეს იყო გადარჩენის წლები, ხო, ბრძოლა გადარჩენისთვის, იმიტომ რომ პარტიის წინააღმდეგ იყო მოტანილი მომაკვდინებელი პრაქტიკულად არაერთი იერიში და რომ არა ეს გმირი საყრდენი ბურჯებით ცოცხალი ადამიანების სახით, რომლებმაც ფარხმალი არ დაყარეს 2012 წლის შემდეგ, დღეს ეს პარტია არ იარსებებდა და არათუ ეს პარტია არ იარსებებდა. ჩემი დაკვირვებით და ანალიზით, ბევრი შემდეგ დარეგისტრირებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აღარ იარსებებდა და კი არა, ვერც დარეგისტრირდებოდნენ, იმიტომ რომ თუ კი დაინახავთ, ხა არ მინდა დავასახელო პარტიის სახელწოდება, რომლებიც შემდგომ უკვე პოლიტიკურ ოპოზიციურ ველში ამოვერთენ, რომ ნაციონალ მოძრაობა
თავარი მეინსტრიმული ოპოზიციური პარტია გადაიყლაპა ბიძინა ივანიშვილს ვინ გაბედავდა უბრალოდ სივრცეც არ იქნებოდა ამისთვის შემორჩენილი მაგრამ სინამდვილე როგორ შეიძლება არ უნანობ უბრალოდ როდესაც დღეს შენ რამდენიმე არ უნანო მე ამაყება მართლაც იმიტომ არა რომ ეთერში ვარ და ვცდილობ ხა ხო მაგრამ ეს ძიმედილება არ არის გავეპრანჭო და სიმართლე დაუმტკიცო და არის შენი სიმართლე ნუ ლიდერის ხვედრი არ იღებს შენი ლიდერის ხვედრი ეს არის როდესაც ამ შენგან მიწოდებულ სიმართლეს იცით რა არის ერთო ჭკვიანმა კაცმა თქვა ნუ შენ თუ გინდა ლიდერობა შენ ყველას ბედნიერად ვერ ამყოფობ შენს გარშემო თუ შენ გინდა რომ ყველა აბსოლუტურად შენს გარშემო ამყოფო ბედნიერად მაშინ ნუ ნაყინი უნდა გაყიდო ინგლისურად აქვს ასეთ ცნობილ ადამიანს ნათქვამი და ამით მიარჩო სიამოვნება ყველას ბუნებრივია წლების განმავლობაში ბევრი და ბევრი მტერიც მოვიპოვე და თუ შეიძლება ასე ითქვას. შიგნით პარტიაში. არა, ნუ ზოგადად ამ პროცესში ხარ. მე პარტიას ვარ, ხა პარტია. მიშაზე გაბრაზებული ხარ. რატო უნდა ვიყო გაბრაზებული? აი მაგალითად ის რომ კოალიციის ძალიან რეალური შანსი, რომელიც იყო გამოკვეთილი არჩევნების წინ და არ მითხრათ რომ არ იყო ძალიან რეალური შანსი, უეცრად ჩამოდის მიხეილ სააკაშვილი ზუსტად იმ დროს არჩევნების წინა დღეს, მეორე დღეს ხელისუფლება გამართული წელში ჩამომწკრივებული დგება ბრიფინგს აწყობს და ამბობს რომ დავიჭირეთ სააკაშვილი და ნუ მერე რაც მოხდა ფილმებში შეიძლებოდა ეს რომ ფილმად რო გადაგვეყო ანუ მე პირდაპირ გეკითხებით გაბრაზება წყენა რაღაც მსგავსი არ ქონია სააკაშვილის მიმართ რომ აი ეხლა რატომ არა გუშინ ჩამოსვლა რატომ არა ხვალ და ეხლა როდესაც რეალური შანსი იყო გამოკვეთილი გაბრაზებას დაინახეს სააკაშვილი და ისე მონპოლუზე გადანაწილდა ხალხი და არანაირი კოალიციის შანსი მე როდესაც ციხიდან აი გეუბნები რატომ აი რომ ეკითხები გაბრაზება რატომ აი მაგალითად ამიტომ მე როდესაც ციხიდან მოვახერხე საერთაშორისო ჩვენი მეგობრების დახმარებით გამოსვლა და რო არა მათი ასეთი ჩართულობა ნუ დღემდე ვიქნებოდი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ მე მქონდა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის და მალევე ჩავფრინდი კიევში, იმიტომ რომ 3 წლის განმავლობაში ნანახი არ მყავდა, ელემენტარული პასპორტი არ მქონდა და პასპორტიც უკვე დამიბრუნეს, ჩავფრინდი, ნახეთ, ვისაუბრეთ, ბევრი მახსოვს, მე უყოლილი მაქვს ეს ამბავი, მაგრამ შეგახსენეთ. არ არის დასამალი, რომ მე მეგობრულად ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მის ჩამოსვლა დაკავშირებით, მე მქონდა ჩემი წუხილები და ხა ხო არ მოგატყვილებთ რომ ხა აღთოვანებული ვიყავი, აღთოვანებული ვერ ვიქნებოდი, ვინაიდან ვიცოდი რაც წარმოადგენს ეს რეჟიმი, ეს ძალიან კარგად იცოდა მიხეილ სააკაშვილმა, არანაკლებ ვიდრე მე, მაგრამ მე ვცდილობდი ჩემი უპირატესობის გამოყენებას არგუმენტებით, რომელიც მქონდა აქ მყოფ ადამიანს, ველზე მყოფ ადამიანს, მაგრამ როდესაც მცირე ხანში, რამდენიმე კვირაში მე დავწმუნდი, რომ ადამიანი უბრალოდ ნამდვილად ვეღარ ძლებს უსამართლო და დევნილი 10 წლის განმავლობაში მე რა უფლება მქონდა თუ არა არანაირი რა უფლება მქონდა თუ არა ხარდაჭერის მას ბევრჯერ მქონდა ეს ნათქვამი რომ ჩამოვალ უნდა მე კითხვა დაგისვი წყენა გაბრაზებული ხარ აი ამ არჩევნების წინ ზუსტად იმ დროს ანუ კოალიცია რომელიც ძალიან რეალურად გამოიყურებოდა და ჩამოდის სააკაშვილი და ყველაფერი უცებ გადანაწილდა ის პოლუსებზე ეხლა რაც არ უნდა ურთიერთობა ადამიანთან ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე მეკითხებით ხო ქონოდა ჩვენ მაგალითად არაჯანსაღი თუნდაც ხო ჰიპოთეტურად საუბრობ ხო როგორ შეიძლება ამას მე დღეს ვუშვებდი, როცა კაცი არა უბრალოდ პატიმარი, არამედ მომაკვდავ იყავს ბიძინა ივანიშვილს. იცი რატო გეკითხებით? მე ვერ ვხსნი, რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილს და მისი პარტიის ლიდერს დღევანდელ თავმჯდომარეს შორის არ იყოს ამდენი ხანი შემდგარი კომუნიკაცია, ანუ ადვოკატებზე დაყრდნობით რატომ შეიძლება თქვენ მე პასუხობდეთ? ნიკა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მართლა არა და გეტყვი ახლა რატომ
ხარ სრულიად სხვა ტიპის ლიდერი და ჩემი აზრით აი ეს შენი განსხვავებულობა შესაძლებელია მათ შორის პარტიის მთავარ დამფუძნებელსაც უქმნიდეს ძალიან დიდ დისკომფორტს. ანუ აი ანის ხო არაა შენზე გიპასუხებთ არა მithumetes ამ მდგომარეობაში ენგა გიპასუხებთ არ გამოგჩეს ან წერილს რატო არ წერთ ერთმანეთს გიპასუხებთ ჯერეთიც ნაციონალურ მოძრაობაში მე ხა 2020 წლიდან ვარ 2021 წლის დასაწყისიდან ვარ პარტიის თავმჯდომარე და მანამდე ვიყავ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ხო ხა ადამიანი რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდობაში მხარსაც კი არ უჭერდი ამ პოლიტიკურ პარტიას რიგი მოსაზრებების გამო ხო იყო რაღაც პერიოდი მაგალითად 2007 წლის პერიოდი ხო ხა ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა მიხეილ სააკაშვილმა ეს ყველაფერი რატო იცოდა მე ვფიქრობ ერთ-ერთი მთავარი ანუ ხიბლი იმისა რომ პარტია უნდა განახლებულიყო აი მსგავსი ადამიანებით რომლებიც არიან თვითყოფადები არიან ადამიანები რომლებიც შავზე არ იტყვიან თეთრს და თეთრზე არ იტყვიან შავს და რო არა მიხეილ სააკაშვილის ნება ხა მიხეილ სააკაშვილის ხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ხა ბუნებრივია ხა მე რა შევიჭრებოდი ხა პარტიის ნაციონალურ მოძრაობაში და დავიკავებდი სავარცხელს არა ხოდა გიპასუხებთ პირიქით მე მქონდა ყველა ეტაპზე სრული ხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბუნებრივია ხა არ მინდა იმის თქვა რომ ჩვენ არ გვიკამათია გვიჩხუბია ბევრჯერ და ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ ბევრჯერ ვიკამათებ და ამით ვამაყობ და ამით ამაყობს მიხეილ სააკაშვილიც და აი თუ არის და არის ვიცი საზოგადოებაში ნაწილი ჩვენი მოქალაქეების რომლებმაც ნუ ეს ყველაფერი ჯერ ვერ დაინახეს და რაღაცა კლიშე რომელიც მოგვაწება პროპაგანდა მათ შორის დღემდე მოწებებული გვაქვს თითქოს პარტია ნაციონალურ მოძრაობაში არ არსებობს ორი აზრი არ არსებობს სამი აზრი პირიქით არიან ახლა პარტიაში ადამიანები ჩემს პარტიაში ყოფნის დროს რომლებიც მოვიდნენ და მათ გადაწყვეტილებებში მე არ ვერევი და მე არ ვცდილობ თუ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არ არის აქ ასეთი რაღაცა ყარი კაცრი ვერტიკალი მე ვფიქრობ არ შეიძლება ლიდერების ერთობა მანამდე იყო ეს პარტია ასეთი და ამიტომ იქნება კითხვა რომ თქვენ შორის რამე ხომ არ არის ხო იმიტომ რომ ის რომ დისკუსია არ იყოს და ის რომ განსხვავებული აზრი არ იყოს ერთ გუნდში ეს არის წარმოუდგენელი მე უბრალოდ მაინტერესებს რატო არ გაქვთ დღეს კონტაქტი ანუ რატომ არ გაქვთ თქვენ დაზუსტებული პასუხი მიხეილ სააკაშვილთან ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ მქონია არანაირი ტიპის ურთიერთობა პირადად მანამდე ეს ურთიერთობა არც თუ ისე იშვიათი მე მქონდა მიწერ-მოწერის სახით ანუ ეპისტოლარული ურთიერთობა მქონდა ხო ბუნებრივია ხა ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია ხა ვალდებული ვარ როგორც მეგობარი თანამებრძოლი და როგორც ქვეყნის მოქალაქე და პარტიის თავმჯდომარე ხა ამ მდგომარეობაში ყოფი ადამიანი როდესაც არის ვალდებული ხარ გააკეთო ყველაფერი და მათ შორის ადამიანური ყურადღებაც მიაქცე იმდენად ადამიანებს შესაძლებელია პლუს განსაკუთრებით ვიცი რას ნიშნავს როდესაც ოთკერდაში ხარ გამოკეტილი და იღებ გარედან წერილს პარტია ნაციონალურ მოძრაობას დღეს მის თავმჯდომარეს მეგობრებს გენერალურ მდივანს არ ვიცი ფაქციის თავმჯდომარეს ყველას ხო ერთდროულად რამდენიმე ამოცანა გვაქვს შესასრულებელი ძალიან რთული არის მაგრამ პოლიტიკური პროცესია ავტოკრატთან ბრძოლა გიწევს და ხადვილი როგორ იქნება ხა ამისთვის ზად თუ არა ხარ არ უნდა იყო მაშინ ამ პროცესში ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დასწრა მეორეს მხრივ პარტიის მუდმივად უკეთეს და უკეთეს ფორმაში მოყვანა და ახალი ამორჩევლების შეძენა ანუ განახლება ერთდროულად პირდაპირ გეტყვით ამ სამივე ამოცანის შესრულება არის ურთულესი პროცესი არის რა თქმა უნდა და აქ მე ხარში მიდგას და მეხმარება ყველა ის აბსოლუტური უმრავლესობით კიდევ ამხარ 23 ადამიანს არ ვთვლი რომლებიც ამ პარტიასთან ერთად 2003-2001 წლიდან მოდიან და აი თაობათა შორის ჯახი
ძველი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის პრაქტიკულად არ არსებობს. მე გახსოვთ თქვენ გუნდი წარვადგინე ახალი, როდესაც გრიგოლ ვაშაძე ინგლისურად დაგვემშვიდობა და დაგვტოვა მაშინ ძალიან სწრაფად. ინგლისური დამშვიდობება რას ნიშნავს? ნუ, როდესაც არ გემშვიდობებიან და ისე მიდიან. არ გემშვიდობებიან და ისე მიდიან და ჩვენ მოვახდინეთ ძალიან მოკლე ვადაში გუნდის განახლება, მე მომწყვიტეს პოლიტიკურ ცხოვრებას, რეალობას, ამ ახალ ადამიანებს, ახალ გუნდის წევრებს, ნაწილი მათგანი არაჩვეულებრივი ადამიანია. ყურადღება ჯეროვანი ვერ მივაქციე, მაგრამ ახლა ეს პროცესი კვლავ განახლება, განახლების. მე გეტყვი მაშინ დაგიკონკრეტებთ, მით უმეტეს ამბობთ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გქონიათ ურთიერთობა ბოლო 2 კვირის წინა პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან. ხომ არ არის ის ნაწყენი, რომ არ იმართება აქციები პარტიის მხრიდან, მისი გათავისუფლების, მოკლედ, სააკაშვილი არის, ხო იცით თქვენ, უფრო რადიკალური იყო ყოველთვის, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე, როცა იყო და ხომ არ საყვედურობთ, რომ აი დაუშვათ ის ვერ ხედავს აქციებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, რაღაც უფრო მეტის გაკეთებას ხომ არ ითხოვს თქვენგან? არა, მეწუნეთ შეიძლება ეხა ნაწყენი ნებისმიერი ადამიანი ჩემთან მიმართებაში იყოს ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომელია ნიკა მელია არ არის რადიკალური და არ ქონდა ამისი უნარი, უბრალოდ არ მტკნარი სიცრუე ახაც თავდადლობის გარეშე ვამბობ, ეხლა როგორ არაფერი არ გააკეთა, პარტიამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო თვეების განმავლობაში. 17 თუ 18 აქცია ჩავატარეთ, უბრალოდ ნათელი გახდა სამწუხაროდ, რომ იმ აი ამ ჩვენის მხრიდან მიტანილი ტალღისებრი რაღაცა იერიშები ქართული ოცნების წინააღმდეგ, ნუ არ გახდა საკმარისი და არ გვეყო ეს ძალისხმევა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არ ყოფილიყო ციხეში. სამწუხაროა, რომ იმ თვეებში პრაქტიკულად საერთაშორისო კონტექსტი იყო განსხვავებული, ვიდრე დღეს არის. მე ვისურვებდი ამისი 10% მხარდაჭერისა გქონოდა ჩვენ ნოემბერ-დეკემბრის თვეში და ეს ძალიან დასანანია, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები წლების განმავლობაში არ იზიარებდნენ ქართული დემოკრატიული ოპოზიციის წუხილებს. ძალიან დასანანია, რომ წლების განმავლობაში ნაწილი თუ არა დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა არ იზიარებდნენ ქართული ოპოზიციის წუხილებს და გულუყვილოდ ჯეროდათ ამ გადმოსახай ალბათ გიყურებენ და არ ეწყინებათ არავის პერსონალად არ გულისხმობ ეხა არასამთავრობო ორგანიზაციებს როდესაც საუბრობ, მაგრამ ნუ ჯეროდა ბევრ მათგანს, როდესაც 4 რეფორმა 4 ტალღა რეფორმებისა ჩატარდა მართლმსაჯულების სისტემაში, რომ ეს ყველაფერი შედეგით დასრულდებოდა და ნუ ჩვენ ეჭვი ამაში არ გვეპარებოდა, როდესაც ამაზე ხმამაღლად საუბრობდით, არც თუ ისე ცოტა ადამიანისთვის სხვადასხვა ჯგუფებში მარგინალებად მოვჩამდით, თუ ამაზე ხა არ აღიარებდნენ საჯაროდ, ასე ფიქრობდნენ. დღეს როდესაც ყველანი ერთ ჭკუაზე ვართ, აი თუ კი რამეზე ვნატრობ და რამეზე გული მწყდება, ხო შეიძლება 2-3 წლის წინ გქონოდა ეს ერთობა. ხო შეიძლება აი 2019 წელს თავდასხმის 20 ივნის თავდასხმის აი სუბიექტი ნომერ პირველი მე არ ყოფილიყავი ოპოზიციის ნაწილისგან და იგივე არასამთავრობოების ნაწილისგან, როდესაც გავრილოვი გვესტუმრა, ხო? და ხა ამაზე დიდი რადიკალური ნაბიჯი, რომელიც მე გადავდგი 2019 წლის 20 ივნის, ხო, რა შეიძლება პოლიტიკოსმა გადადგას, ხო? მაგრამ მე ვიკითხე, ანუ მისი პატიმრობის მერე ხომ არ ითხოვდა. უნდა დავწუნდეთ ინგა იმაში, რომ მომდენო თვეებში და აგვისტოს თვე თავიდან ბოლომდე ყველა პარტიამ უნდა გამოვიყენოთ სრული მობილიზაციისთვის, ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ინგა ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და რაც შეიძლება ბევრ საზოგადოებრივ აქტიურ ადამიანს პირადად ვესაუბროთ. მზად არიან ისინი საბოლოო პოლიტიკურ საზოგადოებრივ ორთაბრძოლაში შემოსასვლად თუ არ არიან. თუ იქაც ვინც ბრძოლის ავანგარდში მზად არიან საპროტესტო აქციებზე გამოსული ადამიანების ამ შემთხვევაში არ გულისხმობ, მე გულისხმობ ეწოდებით აზრის ლიდერებს,
სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს. ვინ არიან აზრის ლიდერები? არიან ამ ქვეყანაში უკვე აზრის ხავს მათმა მაინტერესებს. აი თქვენ ვისგან იხილავთ სხვათა შორის არის აი ძალიან საინტერესო ბევრი კითხვები, რომელიც აი ამ ტრადიციული პოლიტიკური თოქ-შოუების საუბრებს უნდა გაცდეს. ეხლა თქვენ თავადვე შეეხეთ. აზრის ლიდერები. აი ვინ არიან თქვენთვის აზრის ლიდერები? ანუ აზრის ლიდერები ამ შემთხვევაში ამ კონტექსტში მე ვიგულისხმებ თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც დროდადრო თქვენ გადაცემებს სტუმრობენ, ხო? ვართ თუ არა ჩამოყალიბებულნი იმ ბრძოლის მეთოდებზე, მშვიდობიან არაძალდობები, მაგრამ კაც ბრძოლის მეთოდებზე, რომელმაც შედეგი უნდა მოგვიტანოს. თუ ისევ ერთმანეთის ჩასაფრებაში უნდა ვიყოთ და ისევ მორალური პოლიციელების როლი უნდა მოვირგოთ. მე მჯერა რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ ამ ყველაფერშიც უნდა დავწმუნდეთ, იმიტომ რომ ქვეყანა გვეცება ხელი და ვის მიმართეთ ახლა? აი უფრო მეტის გაგებას ვცდილობ ახლა მე თქვენთან. როდესაც ვიღაცას მიმართავ, ყოველთვის ვიღაცას კონკრეტულად მიმართავ ადამიანი. მე ძალიან დასანანია რომ დღეს უმრავლესობა მათ შორის თქვენი ტელეკომპანიის ხალხო გადაცემებში რომ დადიან სტუმრად გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ერთი შეხედვით აცნობიერებენ რომ რუსეთის საფრთხე არის ძალიან გაზრდილი აცნობიერებენ რომ ბევრი დრო არ დაგვრჩა და მეორე მხრივ მაინც პოულობენ დროს ოპოზიციის შიგნით ურთიერთ თავდასხმაზე თავდასხმისთვის. ნუ ეს უბრალოდ გამოდის თუ შენ ჩემთვის გაუგებარია. შენ თუ მართლა გჯერა გულწრფელად, რომ ქვეყანა კარგავს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, შენ თუ მართლა იმით ხარ შეწუხებული, რომ დღეს უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში 6400 ბიზნესი დაარეგისტრირა რუსმა მოქალაქეებმა და კაცის შვილმა ხელისუფლებაში არ იცის ვინ არის ეს ხალხი და მატულობს ამ ადამიანთა რაოდენობა ну რა დროს ურთიერთქიშპობაა და ცდელობა დაპირისპირებისა ოპოზიციად განწყობილ მოქალაქეებს შორის. ანუ ეს ოპოზიცია მცირე. არა, არიან ადამიანები და საზოგადოებაში მე განგებ სარგებლობ ამ ეთერით და მინდა თქვა ის რისი თქმაც სურს ფიქრობ რომ აუცილებელია. რაღაცა დამოკიდებულება ჩამოყალიბდა რიგ ჯგუფებში ადამიანებისა, რაღაცა პოზა მოირგო რამდენიმე აქტიურმა საჯარო პირმა, რომლებიც ეთერებში დადიან, რომ თითქოს მათ არავინ არ მოსწონთ, გესმით? ანუ ცდილობენ ამით წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა და მოიპოვონ რეაქცია გაქვთ ამაზე? მიიქციონ ყურადღება, გეტყვით ახლა, მიიქციონ ყურადღება. ახლა როგორ შეიძლება ახლა არავინ არ მოსწონდეთ, ხო? ახლა მით უმეტეს თუ მართლა არავინ არ მოწონთ, მათაც დაახლოებით იგივე ასპარეზიათ, რაც მე მაგალითად და სხვა ჩემს კოლეგებს. მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ და ჩვენ ავიღოთ ჩვენ თავზე, ხო? ბრძოლის სადავე. ვიღაცაზე ხარ ძალიან გადაწყენებული. არა, რას ლაპარაკობთ ახლა? ანუ არა პოლიტიკოსებში, არა. მე ვაცნობიერო ძალიან ცოტა დრო დავრჩა. ინგა, მე ზუსტად გძნობ. თუ რამეს არ უჩევი პოლიტიკაში, არ უჩევი ინტუიციას და ალღოს. და ბევრჯერ დამხმარებია და მეგობრები დამეთანხმებია და ეს მნიშვნელოვანია სხვა ბევრ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში, პოლიტიკოსისთვის. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტა დრო დაგვჭა ჩვენ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ამოვიყვანოთ ჭაობიდან. ძალიან ცოტა დრო დაგვჭა, რომ შანსი შეუნარჩუნოთ განვითარებისა. ეხლა და ამ დროს, როდესაც ხედავ ადამიანებს და იცლიან მეასე ხარისხოვანი საკითხებისთვის, ძვირფას დროს საეთეროს ხარჯავენ არა მოქალაქეებისთვის წმენის გასაღვივებლად, მოქალაქეების გასამხნევებლად, მათ გამოსაღვიძებლად. ეხლა მოდი თქვათ ასევე სიმართლე, ჩვენ ბიზნესმენებში ფულით ვერ ვაჯობებთ, ფული ძალიან ცოტა არის ოპოზიციაში, ძალიან ცოტა არის ნაციონალურობაში. პრაქტიკულად ეს არის უდიდესი პრობლემა. ახლა ჩხუბში შენ რუს ვერ აჯობებ, ჩხუბში შენ სპეცნაზებს ვერ აჯობებ, ნუ ვაჯობოთ მობილიზაციით, კონსოლიდაციით და სიმრავლით. შემოდგომის პერიოდი უნდა იყოს ყველაზე აქტიური პერიოდი, რაც იქონია. უნდა იყოს ბევრი აქტივობა ერთდროულად და მეც რა თქმა უნდა მეგობრებთან ერთად, სხვებთან ერთად ამ პროცესის ავანგარდში აუცილებლად ვიქნებთ. იმიტომ კი არა რომ უბრალოდ მინდა რომ ვიყო, არა.
იმიტომ რომ გრძნობ, რომ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა, რომ ასე რა იყოს. იქნება შემოდგომა? ეხლა არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ იცით რა, აი იკრიბება და იშლება აქცია, იკრიბება და იშლება აქცია, ხო? ეს ასე მოხდება, მეგობრებო, ძვირფასებო. ერთი შეკრებით და ორი შეკრებით და თუნდაც 20 შეკრებით. შეიძლება 30 შეკრება დავჭირდეს, შეიძლება ყოველდღე შეკრება დავჭირდეს რუსთაველის გამზირზე. ყოველდღე შეკრება და დაშლა დავჭირდეს. ზოგადად ყოველდღე შეიძლება კვირაში 4ჯერ, შეიძლება კვირაში 5ჯერ, მაგრამ თუ გულახდილად გვჯერა, რომ გვეცლება ქვეყანა ხელიდან, უნდა ვიმოქმედოთ და გადავდოთ ყველა საქმე. უნდა გადავდოთ ყველა საქმე და ჩვენ ეს საფრთხე, რომელიც ახლა მზარდია, მე ისი თქმა მინდა, ძალიან მაწუხებს. ისე მიდის ეს საქმე, ინგა, რომ ცოტა ხანში შესაძლებელია სამსახურიც კი ვერ იშოვო შენ საქართველოში ეს ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა, თუ არ გეცოდინება სრულყოფილად რუსული ენა. აი რა ვსგულისხმობ ახლა, გახსოვთ უფროსთაობას განსაკუთრებით ნორმალურ სამსახურს ვერ იშოვიდი ამ ქვეყანაში, არც თუ ისე შორეულ წარსულში, თუ არ იცოდი კარგად რუსული ენა. ახლა ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას არ იცის დღეს რუსული ენა. ჩვენ ხედავთ 100,000-ობით რუს ტურისტ და დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში რჩება და საკუთარ ბიზნესს ხსნის და მკვიდრდება და ამას ხელისუფლებას შევეშვათ ერთი წამით და მათი ნება რო არ იყოს ეს. თავად ბიზნესი დაარეგულირებს და არაფორმალურად სავალდებულო გახდება დაქირავებული ადამიანის მხრიდან რუსული ენის ცოდნა. აი ხა როგორ გქონიათ ზღვა რუსი მოქალაქე, როდესაც მკვიდრდება საქართველოში და აფთიაქში შედის ასევე ზღვა რუსი მოქალაქე ყოველდღიურად, ხო? ბიზნესის მეპატრონე იღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას და კონსულტანტად უკვე ეძებს ისეთ ადამიანს, ვინც აუცილებლად იცის რუსული ენა, იმიტომ რომ ერთი კლიენტიც არ დაიკარგოს მას ამ ყველაფრის გამო. სუპერმარკეტში კონსულტანტად აუცილებლად დაუწყებს ძებნას რუსული ენის მცოდნე ადამიანს. მე ერთი ორი კვირის წინ ვერაზე ერთ-ერთ კაფეში შევედი, მეგობართან ერთად შეხვედრა გავამართეთ იქ 1 საათის განმავლობაში და ყველა მოსამსახურე პერსონალი იყო რუსულენოვანი. მე არ მომავალ რომ ისინი იყვნენ რუსი მოქალაქეები და რუსები, მაგრამ რუსულენოვანი იყვნენ. აი ვერაზე, აი ბელინსკზე ერთ-ერთ კაფეში, ხო ეს ტენდენცია არის მზარდი, ბათუმში რა ხდება, ხო? და ეს გავლენა მათი პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური პუტინის რეჟიმის მხრიდან იზრდება. ანუ ვიქნებით მე ამიტები, რომ ესენი მართლა ტურისტები არიან ყველანი. ექსპანსია ხდება. კულტურული და ეკონომიკური და ხელისუფლების რა პოლიტიკაა ეს რაც ხედავთ? იცით, შენ გიწევს მოერგო, ეხლა როდესაც 300-400 ახალი ადამიანი ცხოვრობს და ეს 300-400 ადამიანი არის რუსი, ხო? თელს ტურიზმის ინდუსტრიას, რესტორნების ინდუსტრიას, არ ვიცი, გასათობი ცენტრების ყველას კლინიკებს, საავტოს უწევთ მადზე მორგება. ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ანუ სერვისი იყო და იქნება გათვლილი ძირითადად რუს მოქალაქეებზე. შესაბამისად, ეხლა 25 თებერვალი 21 წლის თუ ჩვენ ვიცით, რომ იყო ოკუპაციის თარიღი და აი ამ კონკრეტულ დღეს შემოვიდა წითელი არმია და წაგვართვა ისლამური დამოუკიდებლობა, აღარ გვექნება ახალი ოკუპაციის თარიღი ჩვენ. ახალი ოკუპაციის კონკრეტული თარიღი აღარ გვექნება, ვეღარ გვექნება, იმიტომ რომ მიმდინარეობს ეს პროცესი უკვე იქ არიან, უკვე ძალიან ეშხში არის შესული ყველა ის ოპერაცია, რომელიც დაიგეგმა კრემლში. არც არავის ვაშინებ, ეს არ არის შეშინების მცდელობა, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და არის მცდელობა ალარმიზაციის საზოგადოების იმ ნაწილის, რომლითაც ასევე ძალიან კარგად ვეცეს, იმიტომ რომ უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა აქვს და ვერ იცლის ამ ეგზისტენციალური პრობლემისთვისაც, რაც ძალიან აწუხებს მას, მაგრამ ალბათ ასევე ბევრმა ვერ მოიცალა თუნდაც 1921 წელს. და მოხდა ის, რაც მოხდა იგივე ლიტველებისგან განსხვავებით, რომლებაც 1918 წელს მოიპოვეს
ჩვენსავით დამოუკიდებლობა, მაგრამ ლიტველებმა მოახერხეს და დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს 1940 წლამდე. ჩვენ 3 წელიწადში დავკარგეთ და ვკარგავთ ეხლა, ვკარგავთ. მოდით შემოთ 50-50-ზე არის. აქ საუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე, როგორც პარტიაზე, გაძლიერდება, შესუსტება, იშლება, არ იშლება, რა ინტერპრეტაცია არ მოვისვა, ჯერ რა იშლება, რატომ დაიშალოს, ან ვინ უნდა წავიდეს, რა უნდა, ვინც არ უნდა წავიდეს, ერთი წავა მოვა 10, ორი წავა არ მოხდება თუ რა. რა ამოცანები შესრულებული გვაქვს, ნატოში გაწევრიანებული ვართ, ევროკავშირში გაწევრიანებულები ვართ, უსული საფრთხე განეიტრალებულია, ბიძინა ივანიშვილი აღარ ეგობება ამ სასიცოცხლო ინტერესებს სახელმწიფოსთვის თუ რა? ხო, მაგრამ ნუ საფრთხე არის ხელშესახებად ძალიან აი საშიში თუ შეიძლება ითქვას რეალური საფრთხე არის. არ ვიცით ჩვენ ოქტომბრის თვე როგორი იქნება, ნოემბრის თვე. და ერთადერთი ხსნა ძვირფასო მეგობრებო თქვენ ხართ. დედები, მამები, გამოიდგინეთ, ეხლა 100,000 ქართველი შაშან გავიდა ქვეყნიდან. წელს წლის ბოლომდე 100,000 გავა. ყოველი მერვე მოქალაქე დღეს აქტიურად ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე. და ამდენივე რუსი შემოდის. და რაღაცი დაჭირდება, რატო შინდება ვიღაცა ომით, ან ტანკით, ან აღარავინ აქ აღარ გაისვეს, ას ტყვიას და აღარავის აღარ დაჭირდება აქ ტანკი. შემოსულები არიან, ჩვენ ბევრი ვართ, მაგრამ მოდუნებულები ვართ. ქარაბსუტულად ვარაუდობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჭვიანი კაცია და რაღაცას მოახერხებს, რომ თვალთასე არ გადაგჭეხავს. მართლა ამას ვარაუდობთ. მოსულები არიან, მეგობრებო, და ამისთვის შემოდგომა უნდა გამოვიყენოთ, რომ დავანახოთ როგორ საპროტესტო აქციებს მათ შორის, რა თქმა უნდა, მაგრამ თვისობრივად განახლებულ ფორმატში. პირდაპირ გულახდილ ეს თვისობრივად განახლებულ უნდა ვუთხრათ თავდადება, თავგანწირვა იქნება და ამის ნაკლებობაც არ იყო უკანასკნელ წლების განმავლობაში. ახლა ნამდვილად იქნება კიდევ უფრო მეტი. ბუნებრივია პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები იქნებიან ავანგარდში აუცილებლად ეს გარეშე ეს ყველაფერი, მაგრამ საზოგადოების გარეშე ასეთი ეგზისტენციალური ეროვნული გამოწვევები უბრალოდ არ გადაიჭრება. საჭიროა აი ამისი პირდაპირი მაგალითია, რაც დღეს მოხდა მაგალითად დედაენის ბარზე, რუსების მხრიდან მასობრივი შეტევა, დაწესებულების რეიტინგის დასაგდება და შესვლის ერთგვარი ფორმა, რომელიც ბარს გააჩნია, რომ რუსეთიდან ყველა ვიზიტორი უნდა დაეთანხმოს, რომ ყირიმი არის უკრაინა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები საქართველოა, დაადასტუროს, რომ რუსეთის მხარს უჭერს უпростоრედ ფრაზას დიდება უკრაინა, დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინაში და აი ამის შემდეგ მოხდა ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში შუქდებოდა ის შეტევა, რაც მოხდა დედაენის ბართან დაკავშირებით. მადლობა. ნიკა, წარმატება მინდა გისურვოთ. ყოველთვის ხარ საინტერესო რესპონდენტი და ბოლოს ისევ მინდა მიუბრუნდე, რა ინფორმაცია გაქვს მაინც, როდის გააკეთებს მიშა განცხადებას პოლიტიკიდან წასვლა არ წასვლის თაობაზე. დეპუტატები რატო არ შედიან მასთან პარტიიდან? მისი სურვილია ხო, რომ არავინ შევიდეს? აქ უსაფრთხოა ეხა ყოფნა ასე საუბარი? მე ხო არ შემოვა. ანუ ბოლო გადაცემა ვნახე და დიახ, იცით რა არის? მიხეილ სააკაშვილმა კი ჩვენ მეგობარი შევა ამ დღეებში, მაგრამ კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ეკახერხებულიძეს თქვა და სიმართლე თქვა აქვს მასთან და ნუ მისი მეშვეობით ბევრ ამას ვიგებთ. და რა გაიგეთ, რომ მიდის პოლიტიკა? არა, თავველოდოთ, პოლიტიკიდან ხა კიდევ ერთხელ არ თვალთ მაქცობა ხა და არ მინდა კუთხეების მე არ გაკადრებ. არა, თვალთ მაქცობ. საზოგადოებას მიმართავ. არ ვამგვალებ კუთხეებს და არც მცდელობა მაქვს. უბრალოდ გონია რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი მართლა ეს არის. აბა სხვა შემთხვევაში ეხა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება კი გვეჩქარება, მაგრამ გაგრძელდება ეს თვეები, გაგრძელდება 3 თვე, 4 თვე, 5 თვე, ხო ჯერ არავინ არ ვიცით და არ იცის ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ არის სასწრაფოდ ეს ყველაფერი გასაკეთებელი და ამასაც თავი დავანებოთ, მიხეილ სააკაშვილი რომც არ უნდა თუ ვერ არის უბრალოდ ჩართული ამ პროცესებში, წელის დაწერაც კი პრობლემა გახდა. იმიტომ რომ ადამიანი რომ არა ფიზიკურად ოდესაც დაძაბუნებული ხარ, ეხა წიგსაც ვერ წაიკითხავ და წერილსაც ვერ დაწერ. ეხლა ბევრ შეიძლება გონია რომ ეს ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. ნიკა, მე მიყვარს ყოველთვის შენ. დიდი მადლობა, უბრალოდ ჩემი თხოვნაა რომ ხიზლად ვიყოთ, აი გამოვხიზდეთ, სანანებლად არ გაგვიჩნდეს
არ გაგვიხდეს ჩვენ როგორც ახალგაზრდა, ასევე უფროს თაობას მომავალში, რომ საკმარისად ვერ ვიბრძოლეთ. ძალიან სერიოზულია თემა. გასაქცევად არ გაგვიხდეს საქმე. ძალიან სერიოზულია თემა, რასაც ეხა ნიკა საუბრობს და სწორედ ამ თემას გავაგრძელებთ გადაცემის მეორე ბლოკში.